16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალთა უფლებებზე მომუშავე 25 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ერთის მხრივ იმ პროექტების გაცნობა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფრთხებლად ახორციელებენ, ხოლო მეორის მხრივ ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია თავის გამოსვლაში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობის მნიშვნელობას შეეხო. რას გვაძლევს რეალურად პროცენტული ზრდა ქალთა წარმომადგენლობის მაგალითად პარლამენტში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ 20%-იან წარმომადგენლობის შემთხვევაში ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ვნახოთ, რომ ასეთი ტიპის ქვეყნებში ბავშვთა უფლებების საკითხის მიმართ იცვლება კანონმდებლობა და უფრო კარგი გარემო არის ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ხოლო 30%-იანი ზრდის შემთხვევაში დღის წესრიგში პარლამენტების დღის წესრიგში ჩნდება ქალთა უფლებების თემა და უკვე თანაბარი ფაქტიურად წარმომადგენლობის შემთხვევაში ქვეყნები ორიენტირებული არიან მდგრად განვითარებაზე და ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომელიც ეხება სოციალურ, ეკონომიურ და პოლიტიკურ უფლებებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი არის, რომ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ პროცესებში. საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევას. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის გარანტი საქართველოში ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისა, იყო ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ქვეყანა დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა და შესაბამისად ამასთან ერთად ქალთა ძალიან დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა. ეს არის ის საკითხები, რომელიც იყო დღევანდელი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემა. შევეხეთ ისეთ საკითხებს, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს უშიშროების საბჭოს პრეროგატივას, ისეთი როგორიც არის ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და ვთხოვეთ საქართველოს პრეზიდენტს გენდერული თანასწორობა გამჭოლ ხაზად იყოს გატარებული ყველა იმ მიმართვაში, რომ თუ დოკუმენტში, რომელიც იქნება შემუშავებული საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეს შეხვედრა ცოტა სხვანაირად ჰქონდა დაგეგმილი. ეს იყო პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, თუმცა უფრო ფართო ხასიათი მიიღო და ძალიან კარგად გამოვიდა. მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვან პრობლემებზე ვისაუბრეთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი დღევანდელი შეხვედრით. ვნახოთ, ვფიქრობთ, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით ძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და სხვადასხვა კომპანიის წარმოების აუცილებლობაზე. ამ შეხვედრაზე ძირითადად გავაჟღერეთ ის პრობლემები, რასაც ვაწყდებით ხოლმე მსხვერპლის დაცვის მექანიზმების ამუშავებაში. ეს არის ძირითადად პოლიციის მხრიდან იმ ღონისძიებების გამოუყენებლობაზე გვაქვს აქცენტი, იმიტომ რომ ეს ბოლოს შემთხვევაში სხვა სურათია, როცა მეზობლებს ვეკითხებით, რომ რამოდენიმეჯერ იყო პოლიცია გამოძახებული, ვერ მივახციეთ იმას, რომ 111-დან მივიღოთ ინფორმაცია თუ რეალურად რამდენჯერ იყო გამოძახებული, თვითონ პოლიცია ამბობს, მხოლოდ ერთხელ იყო გამოძახებული და შედგა მხოლოდ კონფლიქტის ბარათი. ანუ ამ შემთხვევაში არ იყო გამოუყენებული შემაკავებელი ორდერი, რაც დღეისთვის გვაქვს ერთ-ერთი მექანიზმის სახით. როგორც ქვეყნის პირველ პირმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მსგავს პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს. საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით აქტიურად ჩაებას ამ პროცესში.